დონალდ ტრამპის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში პეკინს ვლადიმერ პუტინი ეწვია. ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, თუმცა მოსკოვისა და პეკინის მთავარი ეკონომიკური პროექტის გასადენ ციმბირის ზალა 2-ის მშენებლობის ვადებზე შეთანხმება არ შედგა. ლიდერებმა ასევე განიხილეს ომი ირანში, თუმცა უკრაინის თემაზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ. რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ჩინეთში და დასავლელი ლიდერების გამოხმაურებები ნახეთ ლევან ახალაიას სიუჟეტში. ბავშვები დროშებით, საპატიო ყარაული, ქვემეხების სროლა და ორკესტრი. ვლადიმერ პუტინის დახვედრა პეკინში სახალხო კრების დიდი დარბაზის წინ დეტალურად იმეორებდა გასულ კვირას ჩინეთის დედაქალაქში დონალდ ტრამპის მიღებას. ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული კოორდინაციისა და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. როგორც სი ძინპინმა განაცხადა, მოსკოვისა და პეკინის ურთიერთობებმა სტრატეგიული პარტნიორობის უმაღლეს დონეს მიაღწია. მისივე თქმით, ორი ქვეყანა ერთმანეთისათვის დასაყრდენს უნდა წარმოადგენდეს. ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა უფრო დიდი მიღწევებითა და სწრაფი განვითარებით. ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების გრძელვადიანი ჯანსაღი, სტაბილური და მაღალი ხარისხის განვითარების ურყევი ხელშეწყობა სტრატეგიული არჩევანია, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა და მე ერთობლივად მივიღეთ. ორივე ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესებისა და გლობალური განვითარების ყოვლისმომცველი ტენდენციების გათვალისწინებით. პრეზიდენტი პუტინი და მე შევთანხმდით ჩინეთ-რუსეთის კეთილმეზობლობის და მეგობრული თანამშრომლობის შესახებ შეკრულებების შემდგომ გაფართოებაზე. საერთო ჯამში რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა პეკინში 20-ზე მეტ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. მათ შორის შეთანხმებებს ვაჭრობისა და ტექნოლოგიების სფეროში. თუმცა ერთობლივ განცხადებაში ვერ მოხვდა მოსკოვისა და პეკინის ეკონომიკური თანამშრომლობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. გასცადენ ციმბირის ზალა 2-ის მშენებლობის ვადები, რომელზეც მხარეები, როგორც ჩანს, ჯერ ვერ შეთანხმდნენ. რუსეთი ამ პროექტის წინწაწევას რამდენიმე წელია ცდილობს. განსაკუთრებით 2022 წელს უკრაინაში წამოწყებული ომის შემდეგ. თუმცა ჩინეთი ამ გასცადენის მიმართ თავშეკავებულ ინტერესს იჩენს. რუსეთში იმედი ჰქონდათ, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის გამო შექმნილი ენერგეტიკული კრიზისი პეკინს ამ პოზიციას შეაცვლევინებდა. თუმცა ეს არ მოხდა. მიუხედავად ამისა, კრემლში პუტინის ვიზიტის შედეგებით კმაყოფილება გამოხატეს. მადლობას გიხდით მოწვევისთვის და ჩვენი სამუშაოს ორგანიზებისთვის. ეს დიდწილად თქვენსა და თქვენი ადმინისტრაციის ხელში იყო. ჩვენ არა მხოლოდ განვიხილეთ და აღწერეთ ყველაფერი, რაც ბოლო წლებში ორმხრივ ურთიერთობებში იქნა მიღწეული, არამედ მომავალი განვითარების პერსპექტივების გამოვყავით. თქვენ თქვით, რომ დღეს ბევრი სამუშაო იყო და მართლაც, როგორც მახსოვს, თითოეული საკითხი დეტალურ, ეტაპობრივ ძალისხმევას მოითხოვდა. ვეთანხმები შეფასებას, ეს იყო წარმატებული, პროდუქტიული და ძალიან დატვირთული სამუშაო. პეკინში რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო ასპარეზზე შექმნილი ვითარებაც. როგორც ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, ამჟამად მსოფლიოში მდგომარეობა არასტაბილურია და ცალმხრივი ჰეგემონია მძვინვარებს. სი ძინპინის თქმით, ამ ფონზე რუსეთმა და ჩინეთმა წინ უნდა წაწიონ უფრო სამართლიანი და გონივრული გლობალური წესრიგი. შეხვედრაზე სი ძინპინმა რამდენჯერმე ახსენა სპარსეთის ყურის კონფლიქტი და საბრძოლო მოქმედებების დასრულების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ამ კონტექსტში ჩინეთის ლიდერმა პეკინის 4-პუნქტიანი წინადადებაც ახსენა, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომზე არაფერი უთქვამს. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების რანგში ჩინეთმა და რუსეთმა მტკიცედ უნდა შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, როგორც დიდმა სახელმწიფოებმა. მხარი დაუჭირონ გაეროს ავტორიტეტს და საერთაშორისო სამართლიანობას, წინააღმდეგობა გაუწიონ ყველა ცალმხრივ დაშინებას და ქმედებას, რომელიც ისტორიის მიმდინარეობას ცვლის და განსაკუთრებით წინააღმდეგობა გაუწიონ ყველა პროვოკაციულ ქმედებას, რომელიც უარყოფს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მიღწევებს და ცდილობს ფაშიზმისა და მილიტარიზმის რეაბილიტაციას. ჩვენ ერთობლივად უნდა შევუწყოთ ხელი უფრო სამართლიანი და თანასწორი გლობალური მმართველობის სისტემის მშენებლობას. ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტს ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ევროპაში. როგორც გერმანიის კანცლერმა განაცხადა, მას იმედი ჰქონდა, რომ სი ძინპინი დაარწმუნებდა პუტინს უკრაინაში ომის დასრულების აუცილებლობაში. ამჟამად ჩვენ არ ველით რუსეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებში ფუნდამენტურ ცვლილებებს. თუმცა ბუნებრივია, ამ ვიზიტს უკავშირებთ იმ იმედს, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი ასევე მოუწოდებს პრეზიდენტ პუტინს და სრულოს ეს ომი უკრაინაში, რომელშიც მას გამარჯვება არ შეუძლია. პირიქით, ეს არის ომი, რომელიც ყოველდღიურად დიდ მსხვერპლს იწვევს რუსეთისთვის. გლობალურ ასპარეზზე ჩინეთის როლზე განცხადება გააკეთეს ვაშინგტონშიც. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ჩინეთს უფრო სანდო აქტორად აღიქვამენ, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამ მდგომარეობაში ბლინკენი გადამწყვეტ მნიშვნელობას მოკავშირეებთან კოორდინაციას ანიჭებს. ჩინეთის ბაზარი გაცილებით დიდია, მათი წარმოება ჩვენსას სამჯერ აღემატება. მსყიდველობითი უნარი ჩვენზე მეტია, უფრო დიდი სამხედრო საზღვაო ფლოტი. შეგვიძლია ეს სიაგ
გავაგრძელოთ, მაგრამ როდესაც ევროპასთან, იაპონიასთან, კორეასთან, ინდოეთთან, ავსტრალიასთან და კანადასთან ვართ გაერთიანებული, სოფლიოს მთლიან შიდა პროდუქტში ჩვენი წილი დაახლოებით 25%-დან 50-60%-მდე იზრდება. ჩინეთისთვის ეს გაცილებით უფრო ძნელი უგულებელსაყოფია. რუსეთის პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტის დასასრულს ცნობილი გახდა, რომ პუტინი ჩინეთში ნოემბერში დაგეგმილ აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის სამიტსაც დაესწრება. ამ სამიტზე დელეგაციას აგზავნის ამერიკის შეერთებული შტატებიც. კრემლში განაცხადეს, რომ არ გამორიცხავენ ამ სამიტზე რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრაც შედგეს.